კაცური მეგობრობის ყველაზე სულელური პარადოქსი ბრჭყალებში რომ ჩავსვათ ქალის ქუსლსა თუ კაბას ამოფარებული ეგრეთ წოდებული პატკაბლუჩნიკი კაცების ერთხმად დაკნინებაა, რომელიც მიდის იმ აბსურდამდე, რომ თუ შენი ქალის მიმართ სითბო გამოხატე, მაშინაც კი აპრიორი კაცობას კარგავ. Აი ამ აბსურდზე მინდა საუბარი, მაგრამ ეს ზუსტად მანამდე გრძელდება, სანამ თვითონ არ დარჩებიან მარტო ქალთან. რის შედეგადაც ეს კოლექტიური სარკაზმი სადღაც ორთქლდება და თითქმის ყველა ზუსტად ისე იქცევა, როგორც ის პატკაბლუჩნიკი კაცი. და ხო, პატკაბლუჩნიკის ქართული შესატყვის თუ გექნებათ, ეგება და კომენტარებში დაწეროთ. ეს არც ხუმრობა და არც კაცური იუმორის ნაწილია, ეს კოლექტიური თვითგანადგურების ფორმაა, როდესაც რაიმე ნორმალურის გამოხატვაც კი იგმობა. შემდგომ ყალიბდება წესი, რომელიც კაც შვილმა არ იცის საიდან მოდის და ვინ იგონებს. ანუ პირველ წყაროს საიდან იღებს სათავეს არავინ ვიცით, მაგრამ უთქმელ წესად რჩება, რომ არ უნდა იყო თბილი, რბილი და გამოხატო მით უმეტეს ეს საჯაროდ. და ამის ნაცვლად სარკაზმი, ალფობა და უხეშობა ხდება ნორმა. ზოგიერთ ინდივიდთან, მაგრამ დილით თუ მსგავს ამპლუას ირგებენ, საღამოზე გოგოებს წერენ თუ როგორ ენატრებათ და მზად არიან მთელი ქალაქი გაიარონ მის შესახვედრად შუაღამის 3 საათზე და მშვენივრადაც გრძნობენ თავს მსგავსი საქციელი შესრულებისას. ოღონდ ამის შესახებ მთავარია მეგობრებმა არ გაიგონ. ასეთი ქცევა კლასიკური მაგალითია ჯგუფურ იდენტობასა და რეალურ მოთხოვნილებებს შორის კონფლიქტის, როდესაც ჯგუფში მორგებულ როლსა და შინაგან მოთხოვნილებებს შორის შეუთავსებლობაა. ჯგუფში ირჩევს ადამიანი სხვა რაიმეს, მარტო კი სრულიად განსხვავებულია. რადგან ეშინია არ გარიყვან, ან მთლად უარესი არ დაამცირონ, რაც პოტენციური კონფლიქტისა და ფიზიკური დაპირისპირების წყაროა. შედეგად ვიღებთ საზოგადოებას, სადაც ყველა თავს იტყუებს, მაგრამ არავინ არის მზად პირველმა მოიხსნას ნიღაბი.